საახალწლო სამზადისი სულ მალე დაიწყება, შემთხვევაში უკვე დაწყებულიც გია, ეს სეზონი კი ჰორეკა სექტორისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია, თუმცა წელს ბიზნეს რდის პარალელურად გამოწვევებიც ჰქონდა. სექტორში ფასები კვლავ მატულობს და გაძვირებამ უკვე 7%-საც მიაღწია. რა განაპირობებს ფასების ზრდას, როგორია ჯავშნების მაჩვენებელი ყველაზე აქტიურ სეზონზე და რას ელოდებიან სასტუმროები, თემაზე ვცლად HSC გრუპის ხელმძღვანელთან გიორგი დოლიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ მიხარია, რომ თქვენ ხართ ჩვენი გაცემის სტუმარი, იმიტომ რომ სულ ველოდებით რაღაც ახალ სიახლეს და თან იმ რეალური სურათის სწორად შეფასებას, რაც დღეს ამ მიმართულებით არის. საინტერესოა დატვირთულობა, ვიდრე გამოწვევებს გადავივალთ სასაუბროდ, რადგან დედაქალაქში წინა საახალწლო პერიოდი სასტუმროებისთვის დატვირთულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდად მიიჩნეოდა. საინტერესოა, ეხლა როგორი სურათი გვაქვს და რა არის ამ პროცესების განმაპირობებელი დატვირთულობის და თუ პირიქით დავუშვათ პრობლემებია სასტუმრო ჯავშნებთან მიმართებაში. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მოკლედ შევეხები 2025 წელს დატვირთულობის და ზოგადად იმედების კუთხით გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს. ეს იყო ნამდვილად საამაყო კარგი კუთხით თავისთავად, ეს იყო საამაყო შედეგების წელიწადი და იმ იმედის მომცემი, რომ 2026 წელი გაცილებით უფრო კარგად ჩაივლის და გაცილებით უფრო მნიშვნელოვან შედეგებს დადებს. ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების წელიწადი, სადაც ჩვენ ნახეთ არაერთი ფრენის დამატება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან და ბოლო სიახლე ეს იყო Norwegian Airlines-ი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და უпростоრეთ შემოვა 2026 წლის ივნისიდან დაიწყება ფრენები კოპენჰაგენის მიმართულებიდან. სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის სტრატეგიულად ჩვენი ქვეყნისთვის და მე მჯერა, რომ ეს პირდაპირ გავლენას და შედეგს იქონიებს 2026 წლის მაღალ და ასევე დაბალ სეზონებზე. რაც შეეხება დატვირთულობის მანიშნებლებს, მთლიანი წლის იმ რეალური სურათის სწორად შეფასებას, რაც დღეს ამ მიმართულებით არის. საინტერესოა დატვირთულობა, ვიდრე გამოწვევებს გადავივალთ სასაუბროდ, რადგან დედაქალაქში წინა საახალწლო პერიოდი სასტუმროებისთვის დატვირთულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდად მიიჩნეოდა. საინტერესოა, ეხლა როგორი სურათი გვაქვს და რა არის ამ პროცესების განმაპირობებელი დატვირთულობის და თუ პირიქით დავუშვათ პრობლემებია სასტუმრო ჯავშნებთან მიმართებაში. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მოკლედ შევეხები 2025 წელს დატვირთულობის და ზოგადად იმედების კუთხით გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს. ეს იყო ნამდვილად საამაყო კარგი კუთხით თავისთავად, ეს იყო საამაყო შედეგების წელიწადი და იმ იმედის მომცემი, რომ 2026 წელი გაცილებით უფრო კარგად ჩაივლის და გაცილებით უფრო მნიშვნელოვან შედეგებს დადებს. ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების წელიწადი, სადაც ჩვენ ნახეთ არაერთი ფრენის დამატება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან და ბოლო სიახლე ეს იყო Norwegian Airlines-ი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და უпростоრეთ შემოვა 2026 წლის ივნისიდან დაიწყება ფრენები კოპენჰაგენის მიმართულებიდან. სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის სტრატეგიულად ჩვენი ქვეყნისთვის და მე მჯერა, რომ ეს პირდაპირ გავლენას და შედეგს იქონიებს 2026 წლის მაღალ და ასევე დაბალ სეზონებზე. რაც შეეხება დატვირთულობის მანიშნებლებს, მთლიანი წლის ჭრილში რო შევაფასოთ, ჩვენ გქონდა და დავხურავთ 2025 წელს დაახლოებით 80-82% საშუალო დატვირთულობით, რაც არის სტატისტიკურად პიკური და რეკორდული მაჩვენებელი ჩვენს ისტორიაში, ასევე მოვახერხეთ ფასების გაზრდა 10%-ით, რასაც შეუწყო მოთხოვნის ზრდა ამხელი, როდესაც გქონდა ჩვენ პირველი აპრილიდან უკვე მაღალი სეზონის დატვირთულობა, შესაბამისად შევძელით ფასების გაზრდა და ამან პირდაპირ გამოიწვია სეზონის გახანგრძლივება, მაღალ სეზონს გულისხმობ, რამაც პირდაპირ შედეგი და გავლენა იქონია შემოსავლების ზრდაზე. ეს ხდება თქვენს კონკრეტულ ობიექტებზე, თუ მთლიანობაში ტურისტულ სექტორში და ჰორეკა სექტორში ასეთი ტენდენციაა? არა, ეს ხდება როგორც ჩვენს კონკრეტულ ობიექტებზე, ასევე ზოგადად ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს კოლეგებთან ურთიერთობა, ვუყურებთ სხვადასხვა სტატისტიკას, ვხედავთ რა სახის მოთხოვნები შემოდის როგორც ონლაინ არხებიდან, ასევე სხვადასხვა ტურისტული B2B კომპანიებიდან და როდესაც მიმოვიხილავთ ხოლმე სექტორში კოლეგები, ყველა სასტუმროში არის შესაბამისი დატვირთულობა, უმეტეს ნაწილში საშუალო და მაღალი კლასის ობიექტებს გულისხმობ, ასევე ხშირ შემთხვევაში ყველა ვინტერესდებით რა ხდება ჩვენს გარშემო, ვკითხულობთ სხვადასხვა რეპორტებს, როგორიცაა STR რეპორტები, ასევე ვამოწმებთ ყოველდღიურ პირობებში თუ გვაქვს იმის ინტერესი ვნახოთ კონკურენტის სასტუმროების ფასები
სერვისები Booking.com-ზე, თუ არის ესე ვთქვათ, მათთვის დამახასიათებელი საშუალო ფასზე ბევრად უფრო მაღალი თვლით და ეს აშკარაა, რომ დატვირთულობა ხდება 70-75% და აქვე თამამად ვიტყვი იმას, რომ 2025 წლის პიკურ სეზონებზე თბილისსა და ბათუმში და ასევე სხვადასხვა ქალაქების და რაიონების მიმართულებით იყო შემთხვევები, როდესაც იმ დონეზე მაღალი იყო და იმ დონეზე პიკური იყო დატვირთულობა ამა თუ იმ სასტუმროში, საშუალო და მაღალი სასტუმროს გამოცხადებულ ფასებს გულისხმობ, რასაც ისინი აცხადებენ Booking.com-ის და სხვადასხვა ონლაინ არხების მეშვეობით, იყო პერიოდები, როდესაც აჭარბებდა კიდე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ქალაქების სასტუმროების ფასებს, რაც რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ ტურისტები და თქვენ ახსენეთ სკანდინავიური ქვეყნები და დიდი მოლოდინი გაქვთ როგორც მივხვდი. დავუშვათ, ამდენად დიდი არის მათი მხრიდან ინტერესი, წინასწარი რაც გქონია ჩემ სტატისტიკური მაჩვენებლები, რომ დავუშვათ პირდაპირ ავიარეისებმა კიდევ უფრო შეიძლება მეტად გაზარდოს ეს ინტერესი. სკანდინავიური ქვეყნებიდან წლიდან წლამდე იყო ყოველთვის მზარდი მოთხოვნა, როგორც პირდაპირ ჩამოსვლელი ტურისტების, ასევე ტურისტული კომპანიების მეშვეობით, რომლებიც იქიდან გვიკავშირდებოდნენ და ცდილობდნენ მათი მხრიდან ესე ვთქვათ, ჯგუფური ტურების დაორგანიზებას, თავისთავად, როდესაც სთავაზობ უფრო მეტად კომფორტულ გზავრობას პირდაპირ რეისით რო ჩამოვიდეს ამა თუ იმ ქალაქიდან შენს ქვეყანაში, თავისთავად ეს ამ მოთხოვნას კიდევ უფრო წაახალისებს და კიდევ უფრო გაზრდის 2026-ის მეორე ნახევარში და უფრო დიდ გავლენას 2027-ში იქონიებს, რადგანაც ესე ვთქვათ, ივნისში ვიწყებთ კოპენჰაგენიდან რეისების მიღებას. კი ბატონო, რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ დავუშვათ ტურისტები? ძირითადად საიდან? სტატისტიკა ჯერჯერობით სტაბილური არის, ის 5-6 მიმართულება გვყავს ისევ როგორც ყავდა წლის დასაწყისში და ნუ აქამდეც გაზრდილია თავისთავად ევროპიდან ტურისტების ჩამოსვლა, იმიტომ რომ აქაც ფრენებმა და მარკეტინგმა თავის იქნა და გაამართლა და თავის შედეგები. ბრიტანეთიდან საინტერესო არის თუ არა ზრდა? ბრიტანეთიდან. ბრიტანეთიდან თავისთავად, იმიტომ რომ ბრიტანეთის პირველივე რეისები ვნახეთ, რომ 90-95%-ით იყო შევსებული. შესაბამისად, ნებისმიერი იმ მიმართულებაზე, სადაც წელს დაემატა პირდაპირ ფრენები, ყველა მიმართულებაზე არის ზრდა, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ეს არის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა, გრძელვადიანი გეგმა და ეს არ იყო მხოლოდ 2025 წლის შესავსებად გამოყენებული მექანიზმები. ეს დაგვეხმარება 26-27-ში და პლუს კიდე 10-15 წლის შემდეგ შეიძლება საერთოდ სხვა სურათი დავდოთ ტურისტების დემოგრაფიის კუთხით. წელს პირველ ადგილას და ზოგადად სტატისტიკურად ყველაზე ჭარბად შეიძლება ვთქვათ, რომ იყო ისრაელი, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპა, მეზობელი ქვეყნები და ეს არის ის ძირითადი გეოგრაფია, საიდანაც საქართველოში დღეს შემოდის სხვადასხვა სახის ტურისტი, როგორც ინდივიდუალური, ისევე ჯგუფური. კი ბატონო, მომსახურების ხარისხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თვითონ მომსახურების ხარისხი რამდენად გაიზარდა აი ამ წლების განმავლობაში, მაგალითად 2025 წელს რაიმე ტიპის გამოწვევას ამ მიმართულებით წააწყდით თუ არა, რადგან ყოველი ცუდი მომსახურება თითოეულ ტურისტის შემთხვევაში ნიშნავს დაკარგულ რამდენიმე ტურისტს, ხო? ეს ცნობილი თემაა და შესაბამისად ამ მიმართულებით თითოეული სასტუმრო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვს და კომპლექს გასაწევი. თქვენ შემთხვევაში მაგალითად ძირითადი გამოწვევა რა არის და მომსახურების ხარისხი თუ არის ამ გამოწვევების შორის? მომსახურების ხარისხი და ზოგადად სერვისი რა თქმა უნდა არის და რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჰოსპიტალიტი სფეროში, როგორც რესტორნებს, კაფეებში, ბარებში, ასევე სასტუმროებში, თუმცა ეს არ არის რომ იყოს ეს გამოწვევა სწორხაზოვნად სტაბილური და არ კონდეს პროგრესი ან განიცდიდეს რეგრესი. პირიქით, წლიდან წლამდე შედარებით ნელი ტემპებით, მაგრამ მომსახურების ხარისხი იზრდება, არაბრენდულ სასტუმროებში შედარებით უფრო ნაკლებად, ბრენდულ სასტუმროებში ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ იმის საშუალება და რესურსი, რომ მოიზიდონ საერთაშორისო ტრენერები, ჩართონ საერთაშორისო ტრენინგებში და უფრო სხვა სახის мотивация მისცენ. მე გეტყვით, რომ თითოეული ახალი ბრენდული სასტუმროს გახსნა ერთია რომ იწვევს ბაზარზე კონკურენციას ფასების კუთხით, მაგრამ საბედნიეროდ ამას მოთხოვნაც მიყვება და ისე არაა რომ რომელიმე სასტუმროს არ კონდეს ბრენდულს განსაკუთრებით შესაფერისი და შესაბამისი დატვირთულობა, თუმცა მეორეს მხრივ პირდაპირაა დაკავშირებული მომსახურების ხარისხის და ზოგადად ჰოსპიტალიტი კულტურის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისკენაა მიმართული და მის ზრდისკენ, იმიტომ რომ ყოველი ახალი ობიექტი ცდილობს უფრო მეტად გაწვრთნას და უფრო მეტად დაატრენინგოს ის კადრები და ის თანამშრომლები, რომლებზეც დგას სამომავლოდ მათი სერვისი.
კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს სასტუმრო ბიზნესი კვლავაც არის საინტერესო საინვესტიციო კუთხით, ანუ ეს მიმართულება, ის მიმართულება, სადაც ინვესტიციების ჩადებას კვლავაც საინტერესო შეიძლება იყოს ინვესტორისთვის, ანუ იმის გათვალისწინებით, რამდენადაც მზარდია წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობა. საინვესტიციო კუთხით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ყველაზე მოთხოვნადი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში რჩება სასტუმროს ბიზნესი და ზოგადად ჰოსპიტალიტი ინდუსტრია გამომდინარე მისი გრადად განვითარების წლიდან წლამდე სტატისტიკური გაზრდის ზოგადად ქვეყანაზე არის გაზრდილი მოთხოვნა, ქვეყანაზე არის გაზრდილი ცნობადობა და შესაბამისად სანომრე ფონდსაც თუ გადავხედავთ ძალიან დიდი ნაბიჯებით იზრდება და უახლოეს პერიოდში 2028 წლამდე გაცილებით უფრო მეტი ობიექტი არის დაგეგმილი როგორც ბრენდული ასევე არაბრენდული უშუალოდ ჩვენ შემთხვევაშიც 4-5 მიმდინარე სამშენებლო პროექტი გვაქვს სასტუმროს სწორედ თბილისში თუ დაუშვათ რეგიონებში. კახეთი, თბილისი და ბათუმის მიმართულებით. ან ძირითადად კახეთი, თბილისი და ბათუმი ეს მიმართულები ამ ეტაპზე ჩვენს პორტფელში ამას განვიხილავთ, ორი ზოგადად ვითარდება ქვეყანა და მე კიდევ უფრო ვისურვებდი, რომ სხვადასხვა რეგიონები და რაიონები კიდევ უფრო მეტად განვითარებული იყოს, რომ არ ყოფილიყო მხოლოდ თბილისსა და ბათუმში. ინფრასტრუქტურა სათანადო დაუშვათ თვითონ ამ რეგიონებში განსაკუთრებით არის ხელისშემწყობი, რომ დაუშვათ ინვესტორებმა დაიწყოთ იქ ახალი ობიექტების მშენებლობა? ზოგიერთ რეგიონში არის, ზოგიერთ რეგიონში განსავითარებელია, ზოგიერთ რეგიონში ვითარდება მაგალითად რაჭის მიმართულებას ინფრასტრუქტურულად გზას თუ გულისხმობთ, გზის არსებობა ხელს ნამდვილად არ უშლის, რომ უახლოეს პერიოდში გქონდეს და გაიხსნას თანამედროვე დონის ობიექტი ბრენდული სასტუმრო, რაც იქნება პირველი მერცხალი ამ რეგიონისთვის და უფრო მეტ ინვესტორს მისცემს. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს რაჭის მიმართულებით პროექტი, თუმცა ვამბობ ზოგადად, რომ როდესაც რაჭაში გაიხსნება პირველი ბრენდული ან არაბრენდული, მაგრამ ძალიან მაღალი კლასის სტანდარტების მქონე ობიექტი, ეს იქნება ის გამწევი ძალა, რაც განავითარებს რაჭას და სხვა ინვესტორებს მისცემს მაგალითს, რომ უფრო მეტი ინვესტიციას მოუყარონ თავის სწორედ ამ რეგიონში და ესაა ყოველთვის განსაზღვრელი ფაქტორი ხოლმე სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომ არსებობდეს ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებიც შექმნის მიზიდულობას, რომლებიც გაზრდის და შექმნის მოთხოვნას თუ არ არის იქ და გახდის პოპულარულს ამა თუ იმ მიმართულებას. კი ბატონო, და კიდევ ერთი, როდესაც წელს ვიწყებდით 2025 წელს, მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით და შესაბამისად ბიზნეს თითქოს ყოველ შემთხვევაში თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევდა, რომ არ იყო მაინც და მაინც მარტივი მდგომარეობა და შესაბამისად ზრდის მიმართულებით დაგეგმა მარტივი არ იყო. თუმცა თქვენ მაშინ ამბობდით, რომ ზრდა აუცილებლად გექნებოდათ და მნიშვნელოვანი ზრდა გექნებოდათ. გამართლდა ეს მოლოდინი, როგორც ხვდები 80%-იანი მინიმალური სუმცირე საშუალო 80%-იანი დაჯავშნილობის გათვალისწინებითაც ხო, მაგრამ მთლიანობაში წლის დასაწყისიდან დღევანდლამდე რო ფიქრობთ, ზრდა ისეთია, როგორცაც ელოდით? ზრდა საშუალო ციფრებში თუ მიმოვიხილავთ ისეთია, როგორცაც ველოდით, პიკური სეზონის მაჩვენებლებს და გახანგრძლივებულ სეზონის ზრდამ ზოგადად ციფრებმა ჩვენ მოლოდინსაც გადააჭარბა და ძალიან მიხარია, რომ 25 წელმა მთლიანობაში ჩვენთვის დადო როგორც ფასების, ასევე დატვირთულობის საშუალოდ 10%-იანი ნიშნულით ზრდა, რაც არის ძალიან საამაყო და უფრო დიდი мотиваცია ჩვენთვის, რომ 2026 წელს თუ არ გვექნება სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორები და გარემოებები, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ აი ამ როგორც საშუალო დატვირთულობის, ასევე გამოცხადებული ფასის გაზრდა, იმიტომ რომ ზუსტად როდესაც საუბრობთ ხარისხისა და სერვისის ზრდას ან სხვადასხვა კუთხით ხარისხის განვითარებაზე, თუ გექნება მუდმივად ერთი ფასი, ამ ხარჯებს უკვე ვეღარ აუხვალ და სადღაც გახდი შენ ხარისხს სწორხაზოვანს და აღარ განიცდის პროგრესს. შესაბამისად, აი ესაა მთავარი მამოტივირებელი ჩვენთვის, რომ დატვირთულობის კუთხით შეიძლება მიაღწიო პიკს, მაგრამ მოთხოვნა თუ გაიზრდება და თუ იქნება ქვეყანაში ტურისტების იმ დონის და იმ რიცხვის შემოდინება, რაც მოგცემს იმის საშუალებას, როგორც 2025 წელს მოგცა, ასევე 2026-ში, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ფასები, ეს იქნება იმის პირდაპირი ხელშემწყობი, რომ თანამშრომელის კმაყოფილი იქნება ჩვენც და უფრო მეტი мотиваცია იქნება ხარისხის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, გელოდებით 2026-ში ბიზნეს პარტნიორის ეთერში.